კიდევ ერთხელ მოგესალმებით, განმაგრძოთ მაუწყებლობებს ჩვენს ეთერში ახლა ინტერაქტიული დროა და ჩვენს მაყურებელსა და რადიო მსმენელს შეიძლება დაგვიკავშირდეს, ჩაერთოს გადაცემაში და უპასუხოს ჩვენს მიერ დასმულ კითხვას. ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი კი 557-98-95-98 გახლავთ. ხელფასი და პენსია ფასებს ვერ ეწევა. როგორ ახერხებთ თავის გატანას თვიდან თვემდე. სწორედ ეს იქნება დღეს ჩვენს მიერ დასმული კითხვა და ბუნებრივია ჩვენ როგორც ყოველთვის უსმენთ მაყურებლისა და რადიო მსმენელის იმ ყოველდღიურ გამოცდილებას, იმ ყოველდღიურ შეფასებებს, რომლებსაც ისინი საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე გაგვიზიარებენ ღია ეთერში, პირდაპირ ეთერში. იგივე რა პრობლემები გაწუხებთ ჩვენი ქვეყანა თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება, მოახლოებულია უკვე ეს თარიღი, როდესაც ადამიანები არჩევანს აკეთებენ და სწორედ აი ამ დროისთვის საინტერესოა რა მოთხოვნები, რა სურვილები, რა შეფასებებია საზოგადოებაში და რა პრობლემებია, რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია. ოფიციალური სტატისტიკა მუდმივად გვეუბნება იმას, რომ რეალურად ქვეყანაში საშუალო ხელფასის მაჩვენებელი იმატებს, თუმცა რა არის რეალობა მაშინ, როდესაც ადამიანები მუდმივად საუბრობენ იმაზე, რომ მათი შემოსავლები გაძვირებული ცხოვრების პირობებს ვერ პასუხობს. მოусმინოთ პირველ მაყურებელს, რომელიც უკვე ხაზზე ყავს, მოგესალმებით. მოგესალმებით, ისი გენაცვალე. ახლა მაგაზე ორი აზრი არ არსებობს, ჩვენ ქვეყანაში სიდუხჭირია. და ყველას უჭირს, მარტო პენსიონერებს კი არა. საშუალო ფენამ რა გაქნას? ვისაც არც პენსია აქვს და არც არანაირი ყველა სხვა არა აქვს, არა შემოსავალი. 70% ცხოვრობს ძალიან სიღარიბეში და 30 ბაირამობს. და აქედან გამომდინარე გენაცვალე ამ ტვინი უნდა გაამწრიოს. ჩვენმა ხელისუფლებამ და გააუმჯობესოს ცხოვრებისეული პირობები. ამდა თუ არ შეუძლია ქვეყნის მართვა მიბრძანდნენ და უნდა მოიძინეს პატრიოტული ძალები. ვინც აიღებენ ხელში ინიციატივას და გამოიყვანეს თავიანთ ქვეყანაზე ერთ ამ სიდუხჭირიდან. მე მარეგულირებელი ორგანო არ არსებობს ქვეყანაში. როგორ შეიძლება კატასტროფულად იქნება ფასები? ეხლა იძახიან 20 ლარი ემატება პენსიებზე. არ გვინდა ივანიშვილო შენი 20 ლარი და კატასტროფულად ნუგავდი ფასებს, კაცო. არც მაკონტროლებელი არსებობს, არც მარეგულირებელი ორგანო. არ შეიძლება რა? მისი ბიზნესმენები მილიარდელები დასწნენ და ხალხს პური არა აქვს. მადლობთ მოსმენისათვის. მადლობა თქვენ ზარისთვის და იმ რეალობის პირდაპირ ეთერში აღწერისთვის, რომელიც მართლაც ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური საფიქრალი და პრობლემაა. ხელფასი და პენსია ფასებს ვერ ეწევა, როგორ ახერხებთ თავის გატანას თვიდან თვემდე. ეს არის ჩვენს მიერ დასმული კითხვა და მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკური მაჩვენებლები მუდმივად გვეუბნება იმაზე, რომ თითქოს ჩვენს ქვეყანაში საშუალო ხელფასი იზრდება და მოქალაქეებს ხელფასები ეზრდებათ, თვიდან თვემდე როგორ გაიტანონ თავი ჩვენი მოქალაქეების საფიქრალი მუდმივად არის მაინც ეს. რაც არ უნდა ხელფასის მატება იყოს მაგალითად საჯარო სამსახურებში თუნდაც 10%-იანი მატება, ვიცით რომ ყოველ წლის ბოლოს არის ხოლმე და იანვარში 10%-ით ემატებათ საჯარო მოხელეებს ხელფასი და ეს საბოლოო ჯამში აღიქმება ის რომ თითქოს მათ ხელფასი მოემატათ, რეალობას მაინც არ პასუხობს. გამომდინარე იქიდან რომ ადამიანები ყოველდღე არიან დასაქმებულები, ყოველდღე გადიან სახლიდან, აქვთ მათ კონკრეტული ხარჯები, ტრანსპორტთან, კვებასთან დაკავშირებული იგივე უამრავი გადასახადი, რომელიც ყველა ადამიანს, ყველა ოჯახში არსებობს და საბოლოო ჯამში ვიღებთ რას, რომ თვიდან თვემდე მაინც ყველა ადამიანი ფიქრობს, როგორ უნდა გაანაწილოს საკუთარი ხელფასი იმ მოთხოვნილებებზე, იმ საჭიროებებზე, რომელიც გააჩნია. და მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ყოველდღიურად იზრდება ფასები თითქმის ყველაფერზე, მედიკამენტები იქნება თუ საკვები პროდუქტი. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს და რას გვეტყვით თქვენ? მოგესალმებით. პირდაპირ ეთერში ხართ, ისაუბრეთ. ალო, გამარჯობათ. გამარჯობა. თემა მეტად აქტუალურია გენაცვალე, რომელსაც წინააღმდეგობას ყოველდღიურად ვაწყდებით ყველა, ჩვენ არა მარტო პენსიონერები, არამედ რიგითი მოქალაქეები ყველა. ჩვენი მთავრობის წევრები გამოდიან თავს იქებენ, რომ ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში კარგი მინდა ვიწამო, მაგრამ ფიჩინწავს ბოლო მაკვირვებსო. შედეგი როგორი არის? ფასები მატულობს, პენსია არის ძალიან მცირე და სამუშაო ადგილები არ არის, დაჟეთ ახალგაზრდები დასაქმდნენ. ქვეყანა გადაჩენილი არის საზღვარგარეთ, განსაკუთრებით ქალები, შვილები მიტოვებული ყავთ ოჯახში, ღვთისანაგარად მე ასე ჩავთვლით, რომ უდედოდ ბავშვის გარდა ეს არის საშინელება.
ესე იგი ქაოსია რა ქვეყანაში, მაგრამ მე გული მწყდება ჩვენ ქართულ ხალხზე, როგორ ვერ ფიქრობენ, რომ ეროვნული ძალებია საჭირო მოვიდეს და პატრიოტ ალიანსს მიცენ ხმა. მე არ ვიცი ახლა როგორი შედეგი დამთავრდება ეს არჩევნები. მადლობა ზარისთვის და იმისთვის რომ დაგვიკავშირდით და ჩაერთეთ გადაცემაში. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენს საზოგადოებაში არსებობს ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც უბრალოდ ვერ ახერხებს არსებობას იმის გამო, რომ მას არ აქვს არც შესაბამისი ანაზღაურება, არც შესაბამისი შემოსავალი და ის მხოლოდ არის დარჩენილი მაგალითად პენსიაზე და მოწყვლადი ჯგუფები, პენსიონერები, სოციალურად დაუცველი ადამიანები მხოლოდ ვიცით რომ აი ამ შემოსავლით არსებობენ თვიდან თვემდე. განსაკუთრებით მძიმე ამ ადამიანებისთვის ყოფა ცხოვრება, იმიტომ რომ როდესაც მხოლოდ 300 ან 400 ლარი გაქვს შემოსავალი, შენ როგორ უნდა მოახერხო ის რომ თვიდან თვემდე სამყოფი პროდუქტის, ასე ვთქვათ, უზრუნველყოფა შეძლო, მოიმარაგო და ან კომუნალური გადასახადები გადაიხადო, ან მედიკამენტი შეიძინო თუ კი ამის საჭიროება გაგაჩნია და ჩვენ ვიცით რომ აი ასეთ პირობებში უწევს უამრავ ადამიანს დღეს ჩვენს ქვეყანაში ცხოვრება ასობით, ათასობით ასეთი ადამიანი ყავს სტატისტიკურ მაჩვენებლებს თუ გადავხედავთ იმ ადამიანების რიცხვს თუ გადავხედავთ რომლებიც სოციალური დახმარებით პენსიით ცხოვრობენ მხოლოდ საქართველოში. მოვუსმინოთ მორიგ მაყურებელს პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით. ისიც რა საბჭოთა კავშირის დროს მე არ მახსოვს შემსულიყავი მაღაზიაში ან აქტიებში და მე კითხოს რა ღირს მე მაშინ ვყიდულობდი არ იყო ეგ პრობლემა. ეხლა მაკითხვის გარეშე მე ვერაფერს ვერ ვყიდულობ. თქვენ მე წარმოიდგინეთ როგორ მელახება თავმოყარეობა. ძალიან ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა მედიკამენტებზე, როცა უანგარიშია ბევრი და მე თანხაში ვერ მეტყოდი. მაშინ 10 დავიღებ. ვაბრუნებდი. ამ პროდუქტები ამიღია მიმიტანია სალაროსთან, უანგარიშია ის თანხა რაშიც მე ვერ მეტყოდი და პროდუქტებს ვაბრუნებ. აი ესეთი ცხოვრება. მადლობა. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის და იმ გულახდილი საუბრისთვის, რომელიც პირდაპირ ეთერში მოვისმინეთ თქვენგან. ნამდვილად ეს არის უამრავი ადამიანის პრობლემა, რომ არა მხოლოდ თქვენ, არამედ თითქმის ყველა, ალბათ რომელიც შედის საყიდლად, რაიმე პროდუქტების მოსამარაგებლად თუ მედიკამენტების ყოველთვის აქვს აი ასეთი ტიპის პრობლემები, იმიტომ რომ ყოველდღიურად მზარდია ფასები პროდუქტებზე, მედიკამენტებზე, ტრანსპორტი იქნება ეს თუ არ ვიცი, მომსახურების სფერო. უამრავი პრობლემა არსებობს ჩვენს ქვეყანაში და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ალბათ რომელიც ყველა ოჯახს ყოველდღიურად უქმნის საზრუნავს და საფიქრალს ეს არის ის თუ როგორ იყიდოს გაძვირებული პროდუქტი და როგორ გაანაწილოს საკუთარი მცირე შემოსავლები იმ ყოველდღიურობაზე რომელიც უმძიმეს ტვირთად ექცა თითოეულ მოქალაქეს ალბათ საქართველოში მიუხედავად იმისა რომ ჩვენ გვპირდებოდა თითქმის ყველა მთავრობა ყველა ხელისუფლება იმას რომ მოვიდოდა ხელისუფლებაში და შემდეგ კეთილდღეობას მოგვიტანდა ეკონომიკურ კეთილდღეობას სარგებელს სიმსუბუქეს ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას ამას ვერ მივახცეთ მაინც წლიდან წლამდე იმიტომ რომ არც კომუნალურები გაძვირებულა გაიაფებულა ბოლო პერიოდში არც საწვავზე გვიგრძნია საგრძნობი გაიაფება არც მედიკამენტებზე არც საკვებ პროდუქტზე რომ ძალიანაც რომ გვინდოდეს აი ასეთი სტატისტიკური მაჩვენებლები დავასახელოთ ვთქვათ რომ აი ხელშესახებით ცვლილება გვაქვს რომელიმე აი ამ მიმართულებით ძალიან კარგი იქნებოდა და ამაზე ობიექტურად ვისაუბრებდით ნამდვილად თუმცა სამწუხაროდ პირიქით ჩვენ მივდივართ რეგრესიისკენ აი ამ ნაწილში ნამდვილად ყოველდღიურად გვიძვირდება ცხოვრების პირობები მოვუსმინოთ მორიგ მაყურებელს და როგორ ახერხებთ თავის რჩენას გამარჯობა ალო გამარჯობა გისმენთ მოგესალმებით და შევეცდები მოკლედ გითხრათ ჩემი საქმე პენსიის უკმაყოფილო პირადად მე არავარ მაგრამ ერთ საკითხზე მინდა გავამახვილო ყურადღება კი ბატონო გისმენთ ანაბრები რო გქონდა შეიძლება ვიღაცას მოეჩვენოს რომ ეს ძალიან დაგვიანებული თქმა არის მაგრამ არ არის დაგვიანებული მე ვფიქრობ რომ
სახელმწიფო რაღაცა ზომები უნდა მიიღოს, ვისაც შეტანილი ჰქონდა ფული და ბანკებს გულისხმო. 30 წელიწადია პირადად ჩემ ოჯახს არაფერი ვერ შევმატეთ გარკვეული მიზეზების გამო და ახლა ამ მიზეზებს არ ჩამოვთვლი. ვარ მარტოხელა პენსიონერი და ჩემი თხოვნა იქნება სახელმწიფოს მიმართ, რომ აი რაღაცა ისეთი მექანიზმი შეიქმნას, რომ სამშენებლო მასალებზე აი ანაბრები როგორც იმის საფუძველზე ჩვენ მოგცენ სამშენებლო მასალები, რომ ბინა შევმატოთ რამე. გასაგებია. მადლობა ზარისთვის, ინიციატივისთვის და თქვენი, ასე ვთქვათ, პოზიციის გაშღერებისთვის. მე მინდა ზოგად სტატისტიკას გადავხედოთ, როდესაც საუბრობთ ხელფასებზე, პენსიებზე და შემოსავლებზე. თუ ზოგად სტატისტიკურ მონაცემებს გადავავლებთ, თვას აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 4.6% შეადგინა, 5 წელში 18.9%, ხოლო 10 წელში 54.6%. თუმცა, როგორც დარგის სპეციალისტები ამბობენ, რეალობა ბევრად მძიმეა. მათი თქმით, ის პირობები და პრობლემები, რომელიც რეალურად არსებობს ჩვენს ქვეყანაში, არის სულ სხვა. მოусმინოთ მაყურებელს, როგორია თქვენი შეფასება ჩვენს მიერ დასმულ კითხვაზე. მოგესალმებით. სამწუხაროდ გაითიშა ზარი, თუმცა გექნებათ შესაძლებლობა, რომ კვლავ ჩაერთოთ გადაცემაში. 557-88-55-88 გახლავთ ჩვენი ტელეფონის ნომერი და მოусმინოთ მორიგ მაყურებელს. მოგესალმებით. გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ხართ, ისაუბრეთ. გამარჯობათ. გამარჯობა. მოგესალმებით, დიდი სიტყვით. გისმენთ. ჩემს წინ გამოსული ქალბატონი ეთყობა, არ ვიცი, მთვარეზე ცხოვრობს თუ რა, ვერ გავიგე. როგორ აღყოფნის 350 ლარი, მე ვერ გამიგია მაინც. მაინც თქვენს გამოცდილებაზე ისაუბრეთ თქვენ ქალბატონო, მადლობა, თუმცა მჯობია რომ თქვენი გამოცდილება გქონდეს. ვისაუბრებ, ვიტყვი იმას, რომ პენსიას რომ ვიღებ 10 რიცხვში. ქვეყნის წამლებს უყიდულობ შვილო. და კარტოფილი, ხახვი, ზეთი, მაკარონი, ჩემი საჭმელი ეს არის. 10 დღის შემდეგ უკვე ის მაკარონი აღარ მინდა და მეორე პენსიამდე 2 კვირა შიმშილობ შვილო. და როგორ ყოფნის ამ ხალხს 450 ლარი, მე არ ვიცი. დიდი მადლობა. პირველ რიგში დიდი მადლობა და არ ვიცი რა შეიძლება ვთქვა, რა კომენტარი გავაკეთო ასეთ დროს, როდესაც ადამიანები ღიად საუბრობენ პირდაპირ ეთერში, რომ მათ უწევთ რაღაცა გარკვეული დროის პერიოდში შიმშილი, იმიტომ რომ პენსიას ვერ ანაწილებენ თვიდან თვემდე და იმიტომ რომ საკმარის საკვე პროდუქტს ვერ იმარაგებენ. ძალიან მიჭირს, ძალიან სენსიტიურია ესეთი საკითხი პირდაპირ ეთერში ვინმე მკითხავს და შემდეგ შენ აი ამაზე ბუნებრივად გასცე პასუხი ადამიანს ძალიან რთულია, აი ასეთ მოცემულობაში, როდესაც უწევთ ადამიანებს ცხოვრება და ამაზე არ ვისაუბროთ, ამაზე თვალი დავხუჭოთ და აი, როდესაც აი ასეთი სოციალური, ეკონომიკური ფონია ჩვენს ქვეყანაში და არ ვისაუბროთ იმაზე, რომ აი ამის დანახვა უჭირთ მაგალითად ხელისუფლების წარმომადგენლებს, ეკონომიკური დარგის წარმომადგენლებს და ამბობენ, რომ ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური წინსვლა, სტაბილურობა, კეთილდღეობა არა ბატონებო, ეს არის რეალობა, რაზეც ადამიანები პირდაპირ ეთერში რეკავენ, პირდაპირ წესით შემოდიან ღია ეთერში და საუბრობენ საკუთარი გამოცდილებით და გვეუბნებიან, რომ შიმშილობენ 21 საუკუნეში პენსიაზე მყოფი ადამიანები, პენსიონერები ვერც საკვე პროდუქტს ყიდულობენ ბოლომდე, ვერც მედიკამენტებს ყიდულობენ, ვერც კომუნალურ გადასახადებს უმკლავდებიან და ეს არის რეალობა უამრავი ადამიანის. ეს არის ის მოცემულობა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში პენსიონერებს აქვთ, ხანდაზმულ ადამიანებს და იმ ადამიანებს, რომელსაც ღირსეული ცხოვრების პირობები და ღირსეული სიბერე უნდა ქონდეთ. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს, ღია ეთერში ხართ. მოგესალმებით. ისაუბრეთ ბატონო, გისმენთ. ძალიან პოზიტიურად ვარ განწყობილი ასება საერთოდ ბავშვობიდან რომ პოზიტიურად ყველაფერს ველოდები კარგს. აი ახლა რა ხდება ხარ? რა უნდა გაკეთდეს, როცა ამდენი
მტერი ხავს. ამდენი საშინელება ხდება, დადიან ეს სულელები უცხოეთებში და იმას ჯაშუშობენ და რაღაცა დაგეთებენ უბედურებას. რა უნდა გააკეთოს? არა, ბევრი გასაკეთებელია გეცვალე. მე მთავრობას მოისხარ ნაწყერი ვარ იმაზე რომ რაღაცა უნდა გააკეთონ. მე ახლა პენსიონერი ვარ. მე ჩემი 450 ის ხერფლარი მე მათყობს და მე მიმაშოხა. ყოფნის. იმიტომ რომ ალბათ ჯამთელი ვარ და ხმართა გაგაცნობოს წავალი ამჭირდება. ხო, ალბათ ამიტომ. ხო, ამიტომ რა არის ის ახლა დააპოიწიკე პოლიტიკურად განსხვავებული მე. ერთვა მოიშალე ეს საშინელება ამდენი მტერი, ამდენი უცხოელი და ისინი გასაგებია, მადლობა რაღაც ვედურებას. არაფერი არ იქნება მანამდე. მადლობა ზარისთვის, კი ბატონო, გეთანხმებით, ძალიან ბევრი შიდა და გარე მტერი ყავს ნამდვილად ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას, თუმცა ამ პრობლემებზე გამკლავების უნარი და საშუალება უნდა გქონდეს და უნდა ვიზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე პირველ პლანზე და პირველ ყოვლისა ამ ადამიანების ყოველდღიურობის გამოსწორებაზე, შემსუბუქებაზე უნდა ვიზრუნოთ და ვიფიქროთ, რომლებიც ღიად საუბრობენ იმაზე, რომ არაფერი დასამალი არ აქვთ და შიმშილი უწევთ იმისთვის რომ თავი ირჩინონ, იმისთვის რომ თავი გაიტანონ თვითდამთვემდე, მუდმივად აი ამ საფიქრალში და საზრუნავში არიან, როგორ შეიძლება საკუთარი პენსია გაანაწილონ იმ ყოველდღიურობაზე, იმ გაძვირებულ ცხოვრების პირობებზე, რომელიც მათ აქვთ. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს, ღია ეთერში ხართ. გამარჯობა. გამარჯობა. თქვენ გონიათ საბჭოთა კავშირის დროს არ იყო კორუფცია და მეხსენობა, როგორ არ იყო? საშინელი კორუფცია, მაგრამ ხელფასები და პენსიები ისე იყო გათვლილი, რომ ადამიანს ეჭამა შეეძლო, მედიკამენტები შეეძლო, სტომას მიიღებდა, შერისთვის, ხინისთვის, ჩათვლისთვის, დასვენებისთვის წელიწადში ერთხელ დასასვენებლად მიდიოდა. როგორ იყო გათვლილი? ალბათ გათვლილი იყო. ეხლა არ არის გათვლილი. აი გვაძლევენ და არ გათვალენ. ამას ეყოფა ესა. აი ეს არის ჩვენი პრობლემა. აუცილებლად თქვენ თუ მოხვალთ, თქვენ უნდა გათვალოთ პენსია, გამოთვალოთ მედიკამენტები, პროდუქტები, ეს და თუ გვეყოფა იმის მიხედვით დაგვინიშნოთ ჩვენ. დასრულებული ვარ. ეხლა რომ ბატონის ზვიად გამსახურდია საფლავიდან წამოდეს და დაინახოს რა სიტუაცია, ნამდვილად იტყვის, რა ძალა მადგა, რას ვვარდებოდ 9 ტანკებს. იტყვის მადლობა ზარისთვის და იმისთვის რომ დაგვიკავშირდით და ჩაერთეთ გადაცემაში 557-88-95-88 გახლავთ ჩვენი ტელეფონის ნომერი და ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს ქვეყანაში არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ თემებზე. ხელფასი და პენსია ფასებს ვერ ეწევა, როგორ ახერხებთ თავის გატანას თვითდამთვემდე. ეს არის კონკრეტულად ჩვენს მიერ დასმული კითხვა და მოусმინოთ კვლავ მორიგ მაყურებელს. მოგესალმებით. თუ შეიძლება ტელევიზორს ჩაუწიეთ ხმა, გისმენთ. გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ხართ, ისაუბრეთ. გამარჯობა. ალო, გამარჯობა. პირდაპირ ეთერში ხართ, ბატონო, მესმის თქვენი ხმა, ისაუბრეთ. ეს რაღაცის ხმა მინდა, განათვალი, შეიძლება. გისმენთ. აი, შევარდნადეს დროს. და აი ახლა რო არის გაფერილი ერთი ბიზნესმენი. ჩვენი ბერგადის ფულები წაიღეს. და თვითონ კიდე ბიზნესმენია ეხლა. აქ დადის, სპირიტი დადის. და რატო არავინ არაფერს არ ევნება ერთი წვირი არ წაარტყმევინო ერთი დიდხვაზე რატო არის ძლები არ მაქვს ამდენი ფული რო შეჭამეს გასაგებია თქვენი შეფასება. მადლობა ზარისთვის. ხელფასი და პენსია ფასებს ვერ ეწევა და როგორ ახერხებთ თავის გატანას თვიდან თვემდე. 557-88-95-88 გახლავთ ჩვენი ტელეფონის ნომერი და როგორია თქვენი შეფასება ჩვენს მიერ დასმულ კითხვასთან დაკავშირებით და იმ მოცემულობასთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაში არსებობს სოციალური მიმართულებით, ახერხებთ თუ არა თავის რჩენას იმ შემოსავლებით, რომელიც გაგაჩნიათ და იმ პენსიით მაგალითად, რომელსაც იღებთ ყოველთვიურად. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს, პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით. გამარჯობა. როგორც ყოველთვის წინვალეთ გამოიყურებით და მადლობა ყოველთვის რომ ძლივს მოუხდით ჯერო დაგიკავშირეთ ობიექტებში. უღმესი მადლობა გისმენთ და როგორ მოახერხო ეს უბრალოდ ეხა ხო უსმენ ყველას ლაბარაკოს, მაგრამ ერთი არის რომ 450 ლარი
მარტო მანქანითვით მოძრაობს და მანქანის გაჩერება უწევს დღეში ორჯერ მაინც, მე დარწმუნებული ვარ, რომ 100 ლარი უნდა გადაიხადოს მარტო მაგაზე. მეორე ხორცი გახდა 30 ლარი. ეხლა წუწუნი და ეს არ მიყვარს, მაგრამ თვითონ სტანდარტმა გამოაცხადა, რომ 70% გაძვირდა ყველაფერი პროდუქტი. ის თუ 70% გაძვირდა, ჩემი 450 ლარი ეყოფა იმას იმ 70 დავეწევი, როცა მე 35 ლარი მომიმატეთ. ხო ვერანაირად ვერ დავეწევი იმას. ხო, ალბათ რამდენი ნაკლებია 70%-ზე ჩემი 35 ლარი, ხო? და მე ხალხი რო ამას უყურებს, იზიანდება, რომ თვითონ ხელფასი დაენიშნეს 12000 ლარი. კი ბატონო, კარგი კონდეს, მეტი კონდეს, მაგრამ მეც ხომ და რაღაცა რო ვიარსებო. მე თუ აღარ ვიქენი და არავინ თუ აღარ იქნება ამ საქართველოში, რისთვის გინდა? ან აი ჯანმრთელობა ბავშვებს ხო უნდა გადავხედოთ, როგორ არიან, როგორ უყურებენ, როგორ შედიან მაღაზიაში, ზოგ თვალები რჩება, ზოგ აი ეს ხო უნდა გაითვალისწინონ რა. ხო უნდა მიხედონ რა. ეს სხვანაირად არ არის. ის მეფეს ყოველთვის მაძღარი ყავდა თავისი. იმიტომ რომ ის რო არ ყოლოდა ჯანმრთელად და კარგად, მე მიწოდა რომ თვითონ ვერც ომში ვერსად ვერ გაიმარჯვებდა, ვერსად ვერ გაიმარჯვებდა. შენ ხო უნდა მიხვდი ამას, რომ ეს ერი, შენი, ქართველი ყავდეს ჯანმრთელად, ყავდეს ცოტა ბევრი ხო არ უნდათ, ხო? არაფერი, ხო? რა უნდა 3 მილიონი ვარ თუ რა? კი ბატონო, მადლობა. ნამდვილად თუ კი კეთილინება იქნება, სწორად დაგეგმილი სამუშაოები და ღონისძიებები ჩატარდება და ადამიანზე გათვლილი პროგრამები, პროექტები განხორციელდება, ამ შემთხვევაში მართლაც არაფერი არ უნდა იმას და არ უდგას წინ იმას, რომ ადამიანებმა ამ ქვეყანაში უზრუნველყოფილად იცხოვრონ და იმ ყოველ შემთხვევაში ასე არ იცხოვრონ, როგორც ახლა ცხოვრობენ და თითოეული კაპიკი და თეთრი არ კონდეთ საკონტროლოდ, რომ აი დღეს ეს 10 თეთრი დავზოგო, იმიტომ რომ ხვალ არ მექნება საერთოდ და ასე შემდეგ. ძალიან რთული მოცემულობაა ჩვენს ქვეყანაში ამ თვალსაზრისით, ამ კუთხით, იმიტომ რომ პირდაპირ ეთერში რთულია ამ ყველაფერს უსმინო, როდესაც ადამიანები გირეკავენ და გეუბნებიან, რომ პრაქტიკულად შიმშილი უწევთ თვის მეორე ნახევარში ვერ ახერხებენ ვერც პროდუქტების ყიდვას, ვერც თავის გატანას, თავის რჩენას, ვერც მედიკამენტების ყიდვას და აი ამ დროს რაღაცნაირად ძალიან მიჭერს თუნდაც საუბარი აი ამ რეალობაზე, აი ამ მდგომარეობაზე, მაშინ როდესაც ხელისუფლება მართველი პარტია და ეკონომიკური გუნდი ჩვენს ქვეყანაში მომუშავე მუდმივად გვესაუბრება იმაზე, რომ ყოველდღიურად იქმნება რაღაცნაირად კეთილდღეობა ჩვენი მოქალაქეებისთვის, დოვლათი, ეკონომიკური სარგებელი, წინსვლა, წარმატება, დუხს ეკონომიკა და ასე შემდეგ. უჭირთ ამ ადამიანებს ამ ყველაფრის დაჯერება და ეს არის რეალობა, რომელიც არსებობს ჩვენს ქვეყანაში. ექსპერტების შეფასებით ჩვენს ქვეყანაში ინფლაციის დონე საკმაოდ მაღალია იმ სტატისტიკურ მაჩვენებლებთან მიმართებაში, რომელიც ღია არის და გასაჯაროებულია ამასთან, ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაა იმ თვალსაზრისით, რომ მოსახლეობას დაბალი შემოსავლები აქვს დღეს საქართველოში და საკმაოდ დაბალია ანაზღაურება დასაქმებული ადამიანების ჩვენს ქვეყანაში და განსაკუთრებულად ამიტომ არის უმძიმესი მოცემულობა, იმიტომ რომ როცა დაბალი შემოსავლები აქვს ადამიანებს, აი ამ გაძვირებული ცხოვრების პირობებს განსაკუთრებულად მაშინ ვერ უმკლავდებიან და ვერ ეწევიან, თორემ იმ ადამიანებს, რომლებსაც ალბათ ძალიან მაღალი შემოსავლები აქვს, 7-8000 მაგალითად, ვისაც აქვს ასეთი ხელფასი, შეიძლება ვთქვათ ის ნამატი არც კი შეეტყოს, რომელიც ჰქონდეს, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით, რომ ასეთი ადამიანები ჩვენს ქვეყანაში არ არიან ძალიან ბევრი და ძალიან მოწყვლად ჯგუფებზე როდესაც ვსაუბრობ, ძალიან უჭირთ ამ ადამიანებს ყოველდღიურად თავის გატანა. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს, პირდაპირ ეთერში ხართ, მოგესალმებით. გამარჯობა, გენიჩლა. გამარჯობა. ჩვენ ლაპარაკობთ ჩვენ პრობლემებს ერთმანეთს უზიარებთ. ეს ხო პირველი გადაცემა არ არის. რამდენჯერ უსმინოთ აი ამ ჩვენ ტკივილს, აი ამ გაჭირვებას. ამოტოლა ხალხი ვართ, ერთ აზრი არ მოსდის, როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. ლაპარაკობ და კიდევ მიაყარეთ ერთვი. არაფერი არ ესმის ამ მთავრობას. ერთხელ დავრეკე მე თქვენთან შემოგთავაზეთ, რომ გამოაცხადეთ ერთი დღე, წინასწარ 10 დღით ადრე, რომ ჩვენ პენსიონერები გამოვიდეთ ამ ქუჩაში დავდგეთ და მოვთხოვოთ ამ მთავრობას, კაცო, რატო აკეთებენ ამას? არ შეუძლიათ
წავიდნენ მაშინ თუ საქმის გაკეთება არ შეუძლიათ. როდამდე უნდა ველოდოთ 65 წლით გაცილად. კბილები ვერ გამიკეთებია, საჭმელს ვერ იჭამ. როგორ მიიდექიმთან? როგორ გადავიხადო ეს პური? ხო იცით რა ღირს კბილების გაკეთება? კი ბატონო, მესმის. ზოგს კუჭიეს კი ვარ, ზოგს თავის კი ვარ. ამდენი პრობლემებზე აქ რო ვილაპარაკოთ, არაფერი არ გამოდის. ძალიან აფრთხოთ, გადაეცით თქვენ ხელმძღვანელობა და დაგვინიშნეთ ერთი დღე, გამოაცხადეთ, გამოვა ცვილები, თბილისილები. ჩვენ ხომ მტრები არა ვართ ამ სახელმწიფოში, ბოჭო. თუ ისინი ჩვენი მტრები არა, ერთმანეთს ხო უნდა გაუგოთ. პრობლემა რაშია? აგვიხსნან, რომ არ არის საშუალება. თუ ყავის და ეს ეკონომიკა არ ვიცი უსწრებს ევროპას, რაღა გჭირს მაშინ რომ პატარა რაღაცა ხამ ხალხსაც გადმოხედო. ამიტომ ტყუილად ნუ ვილაპარაკებ, ძალიან გთხოვთ კიდევ ერთხელ. გამოაცხადეთ თარიღი, მე ვინც ამყავ ჩემი მთელი ნათესობეთი 20-30 კაცი გამოვალ გარეთ, მარტო ჩემი მხრიდან და ჩემნაირები არიან ათასობით ხალხი. გელოდებით თქვენ დადახილს. მადლობა ზარისთვის, თქვენი ინიციატივისთვის, ბუნებრივია თქვენი საუბარი ადრესატებამდე პირდაპირ წესით მიდის, იმიტომ რომ ამ გადაცემას ძალიან ბევრი ადამიანი უყურებს და მართლაც ალბათ სწორია, როდესაც ადამიანებს უკვე ასეთი განწყობა აქვთ, იმიტომ რომ ჩვენ ალბათ ყველაზე ნაკლებად თუ გვინახავთ ჩვენს ქვეყანაში სოციალური, ეკონომიკური მოთხოვნებით გამოსვლები. მუდმივად არის ხოლმე პოლიტიკურ თემებზე, კი ბატონო, თუმცა სოციალური და ეკონომიკური თემებით ძალიან იშვიათად რომ ადამიანებმა საკუთარ პრობლემებზე ხმა აიმაღლონ და ღიად საზოგადოება გამოვიდეს და საუბრობდეს ამაზე, რომ იცით რა ჩვენ ვერ ვიხდით კომუნალურ გადასახადებს, ვერ ვიხდით არ ვიცი, მაგალითად მედიკამენტების თანხებს ვერ ვეწევით, იმიტომ რომ ძალიან მაღალია, ამ პროდუქტებს ვერ ვყიდულობთ, იმიტომ რომ ძალიან მაღალია. სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა დროს, მაგალითად ასეთი გამოსვლები ძალიან ბევრი ვიცი და ძალიან ბევრი მინახავს. ჟილეტების აქცია მაგალითად პირველი გამახსენდება საფრანგეთში, უამრავი, როდესაც სოციალური სტატუსის მქონე ადამიანები გარეთ გამოდიან, დასაქმებული ადამიანები გარეთ გამოდიან, ხელფასების მატებას ითხოვენ, თუმცა ჩვენთან არ ვიცი, ასეთი პრეცედენტები ძალიან ხშირად არ მახსენდება და სწორედ ეს დავიჭირეთ თქვენგან, ეს სურვილი ჩვენი ერთ-ერთი მაყურებლისგან. მადლობა ინიციატივისთვის, ზარისთვის, მოусმინოთ მორიგ მაყურებელს, ღია ეთერში ხართ. ალო, მოგესალმებით. სრულიად ვეთანხმებით ინაკამომს. ძალიან სულ დღეშია. განსაკუთრებით პენსიონერები. ძალიან მეცოდება ხალხი. რა ქნეს პენსიონერებმა, როდესაც აღარ შეუძლია შრომაც და სამას 50 დოლარი. იქ უნდა იყოს და მივიდეს. საშინელი სიძვირე აფია. პროდუქტების საოცრად დაწირებულია. აი როგორ შეიძლება ამ სახელმწიფოებმა ხალხმა გამოყენოს საკუთარ ძალიან მეცოდებია. ახალგაზრდები არ გეცოდებიან ის უკეთებია. არ თქვენ სამუშაო არ არის. სამუშაო არის, მაგრამ ბევრი ახალგაზრდა გადაწყვეტილია. ეს მეორე საფრთხეა. მართლა აი გულწრფელად ამ პენსიონერებს დაურმატეთ ეს პენსიები, რომ მართლა ამოისურვონ სანამ იწოვებენ ეს ხალხი რაღაც იმათმაც იწვევონ და იცხოვრონ ამ ქვეყანაში ადამიანურად. ხო შეიძლება რა? კი ბატონო, მადლობა. კი, ეკონომიკა დარბიშო, კი, მაგრამ ამათი დარბი გეთანხმებით, მადლობა ზარისთვის, გაითიშა ზარი, თუმცა ჩვენ მოვისმინეთ სრულად თქვენი შეფასება და თქვენი დამოკიდებულება. თქვენი ინიციატივა მართლაც ალბათ ყველას, ვინც კი ჯანსაღად აზროვნებს, ესმის სიმძიმე იმ ცხოვრების, რომელსაც დღეს ჩვენს ქვეყანაში პენსიონერი ადამიანები გადიან, იმიტომ რომ ძალიან რთულია 300-დან 400 ლარამდე ჩვენ ვიცით, რომ კატეგორიებით არის დღეს პენსია მაღალმთიანში განსხვავებულია, მაგალითად და ქალაქში სხვა პენსია აქვთ ადამიანებს, ითვლება ასაკობრივადაც და ასე შემდეგ. ამიტომ ვიძახი, რომ 300-დან 400 ლარამდე თანხით
თვიდან თვემდე შეძლო ის რომ სრულად უზრუნველყო შენი პროდუქტები მოიმარაგო, მაგალითად მედიკამენტები შეიძინო, კომუნალური გადასახადები, ტრანსპორტის ხარჯები გასწიო და ასე შემდეგ და გიყოს ძალიან რთულია. ამიტომ არის რომ ადამიანები ღიად არ ერიდებიან პირდაპირ ეთერში საუბრობენ იმაზე რომ მათ უწევთ შიმშილი და გარკვეული პერიოდი თვის რაღაცა ბოლო ნაწილი არიან ხოლმე მშივრები და არ აქვთ პროდუქტი და არ აქვთ არანაირი გამოსავალი თუ როგორ შეიძლება თავი გაიტანონ. მოვუსმინოთ მორიგ მაყურებელს, მოგესალმებით, ღია ეთერში ხართ. Იტალიის შილო ხელმეორე ჩერმოები. ასე იგი წინა გამომსვლელებს ვესალხმები. ნამდვილად დროულია გამოსვლა და გაპროტესტება. იმიტომ რომ უკვე აღარ შეიძლება ასე ცხოვრება და იცი რა ნიშნულო ჩვენ მონები კი არა ვარ. ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ჩვენი მომავალი. აქედან გამომდინარე ყველა გამოვიდეთ ხალხნო. პირველი მე დავდგები იქ. გმადლობთ მოსმენისას. მადლობა ზარისთვის, იმისთვის რომ დაგვიკავშირდით და ჩაერთით გადაცემაში. ხელფასი და პენსია ფასებს ვერ ეწევა, როგორ ახერხებთ თავის გატანას თვიდან თვემდე. ეს არის ჩვენს მიერ დასმული კითხვა, ჩვენ ვუსმენთ ჩვენს მაყურებელსა და რადიო მსმენელს, ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სურვილი პირდაპირ ეთერში საკუთარი პოზიცია, საკუთარი შეფასებები გააჟღერონ, ყოველდღიური მოცემულობა აღწერონ, როგორ უწევთ იმ მოცემულობაში, როდესაც ყველაფერი ძვირდება ყოველდღიურად თავის რჩენა, როგორ ანაწილებენ საკუთარ რესურსს, საკუთარ შემოსავალს და ახერხებენ თუ არა ზოგადად თავის რჩენას. 555-88-95-88 გახლავთ ჩვენი ტელეფონის ნომერი და ველოდებით ჩვენ მორიგ მაყურებლის ჩართულობას გადაცემაში. მანამ კი გეტყვით იმაზე, რომ თითქმის ყველა მაყურებელი თუ რადიო მსმენელი, რომელიც მე მივიღე პირდაპირ ეთერში დღეს ინტერაქტიულ გადაცემაში და მოვუსმინე, ერთხმაც საუბრობს იმაზე, რომ შეუძლებელია პენსიონერმა აი ამ გაძვირებული ცხოვრების პირობებში მოახერხოს თავის რჩენა და თავის გატანა. მოვუსმინოთ მორიგ მაყურებელს პირდაპირ ეთერში ხართ. მე თუ მომისმენთ, ხო შეიძლება. გისმენთ ბატონო, ისაუბროთ. აი მე ამ ისე პლანი მე პენსიონერი ვარ 25 წელი. ეთნიკსე. ისაუბროთ. უცხორო 60 წელი. ბოდის ამფასულია. მაგრამ მიგრევენ. რა მოვიხმედო, როგორ ისაუბრეთ თუ შეიძლება ტელევიზორს ნუ ელოდებით ჩაუწიეთ ხმა. კარგი. პირველ რიგში ძალიან ცუდად მესმის ბატონო თქვენი ხმა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ინტერვალებია საუბრის დროს ელოდებით ტელევიზორში როდის მოისმენთ ჩემ ხმალს მე არაერთხელ მithოვია რომ ძალიან გთხოვთ ჩაუწიეთ ტელევიზორს ხმა, როდესაც დაგვიკავშირდებით პირდაპირ ეთერში. წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელია გავიგოთ თქვენი შეფასება, იმიტომ რომ პრაქტიკულად სულ მესმის ჩემი საუბარი ტელევიზორიდან, რომელიც დაგვიანებით შემოდის ხოლმე. მოვუსმინოთ მორიგ მაყურებელს, მოგესალმებით. გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა. ისაუბრეთ. მე პიონერი ვარ. 88 წელი. ისაუბრეთ, გისმენთ. 50 მუშაობდი მასალებლად. რაღაც აპიკები წარმოიდგინეთ მასალები რომ დავზოგე და ჩემი ბანკში. რამდენი წელია მიწი შეხლა მირდება ეს ხომ შესხია არ გვინდა მაგათთან არაფერი ჩვენი კუთვნილი აგვიბრუნონ არ არის დრო დიახ ისაუბრეთ თუ შეიძლება გაითი შაზარი, მადლობა მაყურებელს გადაცემაში ჩართვისთვის. 557-88-55-88 გახლავთ ჩვენი ტელეფონის ნომერი. იმისთვის რომ დაგვიკავშირდეთ და ჩაერთოთ გადაცემაში, უნდა დაგვიკავშირდეთ სწორედ აი ამ ტელეფონის ნომერზე. ხელფასი და პენსია ფასებს ვერ ეწევა, როგორ ახერხებთ თავის გატანას თვიდან თვემდე. ეს არის ჩვენს მიერ დასმული კითხვა და ჩვენ საუბრობთ იმ პრობლემებზე, იმ ყოველდღიურობაზე, რომელიც ჩვენი მაყურებლისთვის არის მნიშვნელოვანი, ჩვენი მოქალაქეებისთვის არის უპირველესი და ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი საზოგადოებისთვის ყველაზე მთავარი არის ის, რომ თითოეულ ოჯახამდე მივიდეს კეთილდღეობა, რაც გულისხმობს იმას, მაგალითად, რომ
საკვებ ფასებზე დაიწიოს საკვებ პროდუქტზე დაიწიოს ფასებმა, კომუნალურ გადასახადებზე გახდეს უფრო მეტად შეღავათიანი ფასები და ასე შემდეგ. ეს არის ის პრობლემები, რომელიც ყველა ოჯახისთვის არის პრობლემა, ყველა ოჯახის ბიუჯეტს შეეხება და ყველა ადამიანს თანაბრად მისცემს შვებას თუ კი ასეთი ტიპის მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება. მოусმინოთ მაყურებელს, მოგესალმებით. საყარო მშვიდობისა და მეც მოგესალმებით მთელი სულითა და გულით. როცა ივანიშვილი მოვიდა დაფყიდა ძალიან ბევრ რამებს, რომელიც არც არ შეგვესრულა. როგორც კი პენსიონერებს მოუმატა 50 ლარი, სამაგიეროდ თვითონ მოიმატეს 7000 ლარებით მეტი. მოდი გავაკეთოთ ასე, 500 ლარი კონდეს პენსიონერს და პარლამენტარებს კონდეთ 1000 ლარი. საკმარისი, აბა როგორ ვიცხოვრებთ? შობლები ხო ყავთ იმ პარლამენტარებს, ჩვენ რა დავაშავეთ მოხუცებმა და პენსიონერებმა? მოდი დაუკლონ ფასებს, მოუკლონ რაღაცას. ნუ შემოიტანებენ საზღვარგარეთიდან პროდუქტს, აქ ნაწარმოები გაყიდონ, არ ჯობია. რა გაგვიქეთ ეს ივანიშვილი, მარიკა, მიშა მოვაშორეთ და ივანიშვილი უფრო უარესი მოგვივიდა. რა ვქნათ ამ პენსიონერებს, მაგრამ გავაკეთოთ, მითხრა, ვის შევცილოთ, შვილები, თვითონ თავანთი თავი გაჭირებიათ იმ შვილებს და შვილიშვილებს. როგორ გინდა შენ რომ უყურო, რომ იქნებ 2 კაპიკი მოგაწოდონ? ჩვენი ცოდომი ეცეს ივანიშვილს ადრე დამალე. მადლობა ზარისთვის იმისთვის რომ დაგვიკავშირდით და ჩაერთეთ გადაცემაში 557-88-55-88 გახლავთ ჩვენი ტელეფონის ნომერი გვიკავშირდებით ამ ნომერზე იმისთვის რომ დაგვიკავშირდეთ და უპასუხოთ ჩვენს მიერ დასმულ კითხვას. ხელფასები და პენსია ფასებს ვერ პასუხობს, როგორ ახერხებთ თავის რჩენას და თავის გატანას. ეს არის ჩვენს მიერ დასმული კითხვა. ვსაუბრობთ იმ სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს და ჩვენ ძალიან ხშირად გვესმის იმის თაობაზე, რომ ინფლაციის დონე აი დასტაბილურდა ჩვენს ქვეყანაში, გვესმის აგრეთვე იმის თაობაზე, რომ ეკონომიკურად სარგებელს იღებს ძალიან დიდ ჩვენი ქვეყანა, რომ ეკონომიკა წინ მიდის, ვითარდება, თუმცა რა არის ამის მიღმა, რა არის აი ამ ყველაფრის უკან? არიან თუ არა ადამიანები უკიდურეს სიდუხჭირეში, გაჭირვებაში, ყოველდღიურად უწევთ თუ არა ზრუნვა იმაზე, როგორ შეიძლება გამოყვებონ ხვალ საკუთარი ოჯახის წევრები, რა აჭამონ შვილებს, როგორ მიიყვანონ ბავშვები ექიმთან, იმიტომ რომ ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული თითოეული კონსულტაცია, მაგალითად ნებისმიერ ექიმთან, იქნება ეს სტომატოლოგი თუ საჭიროებიდან გამომდინარე, ძალიან დიდ თანხებზე არის საუბარი, როდესაც ნებისმიერი საჭიროება გააჩნია ოჯახს, მაგალითად თუ მას არ აქვს სტაბილური შემოსავალი, თუ არ აქვს მას მაღალი შემოსავალი, ამ შემთხვევაში მას უწევს ამ ყველაფერზე უკან დახევა, ამ ყველაფერზე უარის თქმა, მოკლება იმ ყველაფრის, რაც დღეს ფუფუნებად ითვლება უკვე ნამდვილად 27-28 ლარი ღირს კილო ხორცი საქართველოში. აი ამ პირობებში როგორ შეიძლება სოციალურ დახმარებაზე მცხოვრებმა ადამიანმა თუნდაც კვირაში ერთხელ ცხელი წვნიანი მოიმზადოს ხორციანი კერძი ან ასე შემდეგ. არ მინდა დავწრომლანდე, თუმცა მე მინდა დეტალურად, როდესაც აი ასეთი ცხოვრების პირობებია ჩვენს ქვეყანაში, ავხსნა თუ რატომ საუბრობთ ამ თემაზე და რატომ არის ეს ნომერ პირველი ჩვენთვის სასაუბრო თემა და იგივე ჩვენი მაყურებლისთვის ძალიან მტკივნეული საკითხი. 557-88-55-88-ზე გვიკავშირდებით და მოусმინოთ მორიგ მაყურებელს. მოგესალმებით. მოგესალმებით. ითით რა არის? მე ძალიან დიდი ხანია მამარას გარდაიცვალა, მაქვს სულ პრობლემა იმის, იმიტომ რომ დაგვინგრეს და აღარ მოხდეს 18 წელი გვალოდი. მე არ იყო სამსახური და დიდი ხანი უკვე 18 წელი კიდე დაგირავებული მაქვს. და იცით რა, არის მამა ჩემი იყო, რა მაგისნაირებზე დგას ეს ქვეყანა, იმიტომ რომ გმირი იყო. აფხაზზე სიზიბრძო და 23 და ჭრილობა ქონდა და გადაარჩინა ჯგუფი და 9 აპრილიდან ბავშვები და ქალები გადაარჩინა. მამა იყო ტბისტან წვიანად. გარდაიცვალა. და აი ვინც იცნობდა მას, ну თუ როგორ უნდა შეხდნენ იმ ქვეყნას, მე არ მესმის, მაგრამ იცით რა არის, მე თვითონ ნაციას ვენაძებდა და თუ ვინმე იცნობს ხა ჩემს მას. მე ეს არასოდეს არ მოვექცეოდი მათ და ეს არ მივატოვებდი გასაჭირში.
აი ვინც მემისნოს, თუნდაც კლასელი იყოს თუნდაც ახლობელი თუნდაც. და მთელი ცხოვრება რაც მე 1000-ები და 2000-ები გამიცია, აი იმის 1000 რო შემიკრიბონ უბრალოდ, მე არ მინდა, მე მინდა ვისეს ხო ერთი წლით და ძალიან კარგად იციან ბინა მაქვს და თუ ვერ გავას იმ ბინას მივცემ და გაკიდიან. მაგრამ აი ისეთი სიტუაცია, ეხლა მე უნდა ჩავაბარო ცირკმელი, იმიტომ რომ მეტი გამოსავალი არ მაქვს. და აი ტელეფონს გეტყვით 577 33-73-09. თუნდაც შეუძლია რაღაც მადლობა ქალბატონო პირდაპირ ეთერში თქვენი პრობლემით დაგვიკავშირდით უშუალოდ თქვენი მდგომარეობის შესახებ ისაუბრეთ მოგახსენეთ პირველ რიგში არ ვიცი რა გითხრათ უმძიმესი არის იმ რეალობაში ცხოვრება რომელზეც თქვენ გვესაუბრეთ რომელიც თქვენ აღგვიწერეთ და არ ვიცი ასეთ დროს რა შეიძლება მაყურებელსა და რადიო მსმენელს უთქვათ თუმცა ძალიან რთულია ჩემთვის ამ ეთერის გაძღოლა როდესაც ადამიანები არ ხართ პირველი რომელმაც ასეთი ასე ვთქვათ ზარით დარეკა და ასეთი შეფასება მოვისმინე პირდაპირ შეგვესაუბრებიან იმაზე, რომ მათ თვიდან თვემდე უწევთ შიმშილში ყოფნა, რომ საკვებ პროდუქტს ვერ ყიდულობენ და რაღაც გარკვეული თვეების რაღაცა ნაწილი მშივრები არიან, როდესაც აი ესეთი შეფასებები მესმის, როგორც ერთ ადამიანს ძალიან რთულია, ან რაიმე კონკრეტული პასუხი გითხრათ, ან რაიმე შეფასება გავაკეთო. უბრალოდ სურვილი მაქვს ნამდვილად რომ ჩვენს ქვეყანაში ეს რეალობა შეიცვალოს სოციალურად დაუცველი ადამიანები, დევნილი ადამიანები იყვნენ სათანადოდ შეფასებულები საკუთარი პრობლემები იყოს შეფასებულები ამ ადამიანის და რაღაცნაირად შეძლოს სახელმწიფომ რომ მათი უკეთესი ცხოვრებისთვის, უკეთესი ცხოვრების პირობების შექმნისთვის ყველაფერი გააკეთოს. მადლობა ზარისთვის და საუბრობთ გადაცემაში სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევებზე და იმ პრობლემებზე, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები ვერ ეწევიან და ვერ ახერხებენ, რომ საკუთარი შემოსავლებით გაუმკლავდნენ. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს, მოგესალმებით. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. გამარჯობა. მე წეხა მქონდა თქვენთან საუბარი და რაღაც აზრი მომივიდა, რომ რაღაც წინადადება მთავრობას. და თუ უსმენს ამ ობიექტს და მე მგონი იქნება და მომსწრენი ვიღაცა და გადაცემე. ხო შეიძლება რომ ყველა მუნიციპალიტეტში გაიხსნას პენსიონერთა მაღაზია სადაც იქნება ცოტა ნაკლებად შაქარით, მაკარონით რაღაცა ნაკლებითა და სახელმწიფო შეიძინოთ და არა ბიზნესმენებმა და ამ ხელა ფასებს ადებენ. მე მგონი არ იქნება ძველი ეს და მე მგონი რა ვიცოდო ეს ხალხი მართლაც ძალიან ძვირია შაქარი კიდე შაქარი კიდე კარტოფილი არა რო შემოიტანონ. უნდა გაიხსნას მაღაზია ერთი. არ არის ხო ამდენი პენსიონერი ხომ არ არის არა? გაიხსნას ასეთი მაღაზია და შემოიტანონ სახელმწიფომ თვითონ არა ბიზნესმენებმა არამედ სახელმწიფომ შემოიტანონ და ცოტა დაბალ ფასზე იქნება და მე მგონი ცოტა გამოიწვევს ეს ხალხი. ეს ახლა ხელფასები როა პარლამენტარებს და გინთავი ხომ არ შეიძლება არა არის უნდა ვთქვა რა ეგება გაი მადლობა ზარისთვის, თქვენი შეფასებისთვის, თქვენი ინიციატივისთვის, რომელიც გააჟღერეთ პირდაპირ ეთერში. ძალიან საინტერესო ინიციატივა იყო, სხვათა შორის მომეწონა ნამდვილად და მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკურ პარტიებს დააინტერესებდათ საკუთარ საარჩევნო გეგმებში შეუძლიათ შეიტანონ ასეთი ინიციატივა, როდესაც პენსიონერებზეა საუბარი, კი ბატონო, შეიძლება აი ასეთი ნამდვილად სივრცეების გახსნა, როდესაც ვხედავთ, რომ ამ ადამიანებს ნამდვილად გააჩნიათ ასეთი საჭიროება, რომ იმ ძალიან მცირე მოსავლებით და ჩვენ ვიცით რომ პენსიონერები ძირითადად მხოლოდ საკუთარ აი ამ პენსიაზე ცხოვრობენ ხოლმე, აი ამ შემოსავალზე ცხოვრობენ. მარტო ხელა პენსიონერებისთვის ალბათ განსაკუთრებით მძიმეა ცხოვრება დღეს საქართველოში, როდესაც სხვა ვთქვათ შემოსავალი არ აქვთ ან შვილისგან ან ოჯახის წევრისგან და მხოლოდ საკუთარ პენსიაზე უწევთ თავის რჩენა. უმძიმესი იქნება მართლაც ამ ადამიანების რეალობა და მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ინიციატივები არსებობდეს მათზე მორგებული. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს ღია ეთერში ხართ. დიახ. პირდაპირ ეთერში ხართ, ისაუბრეთ. გამარჯობა, გენაცვალ. გამარჯობა. დედა, მაი ძალიან სიმართლიანი და ძალიან სამართლიანი შვილია პენსიონერები. მე შვილი არ ამყავს, მარტო ცოლ-ქმარი მოხუცებული
ის ქრონიკულად დავადებული ასმა, ღნაღლის ბუსტი, კუჭნაწლავის პანკრეატი და საშინლად ცხოვრობ, საშინლად და არც დახმარება, არაფერი ყურადღება სულ არ არის პენსიონერებისა და ეს ნამდვილი აპტიმკალი საქართველოს არაფერი გამოცხადებულა, რომ ჩვენი მოხუცები ამბობენ. შენ დიდი მადლობა, რომ ესაც მოიწვიე, რომ ეგედა ჩვენმა თავრობამ გეიგოს, რამდენი მშიერი, უწამლო, უყურადღებოდ ხარ ხალხი, დედა, კი პენსია, რომ ავიღი ხომ 450 მანეთი. 220 ლარი გადვიხადე წამალში. რადგანჩე უკან ბოლო-ბოლოს ავატყოფმა, დავადებულმა პენსიონერმა წელიწადში ერთი ტრუსიკი და პერანგი არ უნდა იყიდოს, ერთი კაბა არ უნდა იყიდოს, შიშველი ხომერია. ხოდა ამას რადგან ვერ არკლევს ჩვენი თავრობა, რომ ჩვენ რა გვესაჭიროება და რამდენი ჯდება მაგათთან ჩვენი რჩენა და თავის რჩენა არაფერი არ გამოვა. მიწა გაქო, რაც მინდა მიწა. 77 წლის ქალი ვარ, ვიმუშავებ შვილო. შემიძლია, რომ შემეძლო არც მომითხოვია და ახლა არ შემიძლია. შეუძლებელმა ადამიანმა რა ქნას, დღეს მაგალითად სადილი კიჭამე, მაგრამ ხილი რომ მომინდა, დავაყოლო არ მაქვს მოხუც, რა ვიყიდო. გასაგებია, მადლობა ზარისთვის, მე მესმის თქვენი ძალიან რთულია, როდესაც ჯანმრთელობის უამრავი ქრონიკული დაავადება აქვს ოჯახის წევრს და ორი პენსიონერი ადამიანი ვართ სახლში, ხსნით თქვენს მდგომარეობას და სრული სურათი წარმომიდგა თვალწინ, როდესაც უამრავი მედიკამენტი გჭირდებათ და თვითონ თვემდება, სწორედ თქვენი პენსია შეიძლება სრულად ამაზე მიდიოდეს, მე მესმის, როდესაც საკვები პროდუქტისთვის საყიდის შესაძენი თანხა არ გაქვთ და ალბათ ყველა საჭიროებას ხართ მოკლებული. ძალიან რთულია ასეთ დროს შეფასებები გააკეთო, თუმცა არ ვიცი, ჯანმრთელობას გისურვებთ, რომ აი ამ მდგომარეობიდან რაიმე ნაირად გამოხვიდეთ და ნახოთ ის თანადგომა და მხარდაჭერა, რომელიც გჭირდებათ თქვენს და თქვენს მეუღლეს. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს, პირდაპირ ეთერში ხართ. ჰალო, გისმენთ? კი ბატონო, ღია ეთერში ხართ, ისაუბრეთ. აი, ახლა რამდენი გაჭირებული მოხუცე არის რა? ახლა სიმსილობე ხალხი. მე ვარ 99 წლის კაცი. ჩემი ცხოვრება გავატარე 70 წელი სახელმწიფო სტაჟი მქონდა. და ეხლა ცხოვრებაში ყველაფერი დაგაგვირდა, არაფერს აღარ ვყიდულობ. აი ეს ხალხი ყველა 950,000 დაახლოებით პენსიონერია. პენსიონერებს მოუწოდებ ყველას. არც ერთი ხმა არ მისცემს ამ თავრობას. ერთი ხმა პატრიოტებს, რომელიც ეროვნული ძალად მოდიან და იქნება რა მეგვეშალოთ. რამეჯერმა მოვატყუას ამევალი ჟერმა. არა, შეხებიათ ხალხო. გასაგებია, ხელფასი და პენსია ფასებს ვერ ეწევა, როგორ ახერხებთ თავის გატანას თვიდან თვემდე. ეს არის ჩვენს მიერ დასმული კითხვა 5578458 გახლავთ ჩვენი ტელეფონის ნომერი და ჩვენ ვუსმენთ მორიგ მაყურებელს. მოგესალმებით. მოგესალმებით. ისიც რა გასაკვირველია, ძალიან კარგი აქციის ჩატარება პენსიონერების შიდობენ, მაგრამ ლიდერი უნდა ამას. ლიდერი უნდა იყოს ის როგორი გაბედული თავხეთი, უშიშარი, როგორც იყო სააკაშვილი. მე სააკაშვილს კი არ ვარ, მაგრამ ასე იყო, გაიხსენეთ, როცა შევარდნაძე გადააგდო, პოლიციელებს კი გადმოიყვანა. თუ ლიდერი არ არის, არაფერი არ გამოვა. მერე კიდევ რა მინდა გითხრათ. 99 წლიდან თუ მესმის ოკუპანტი რუსეთი. მე კიდე ვიტყოდი, ოკუპანტი არის საქართველო. ოკუპაცია მოახდინა საქართველოს საკუთარი ხალხის და რას გულისხმობთ? კარგი, ამოგვეწურათ, რომ არ ვიცი, რას გულისხმობდით ამ ბოლო ნაწილში, თუმცა მადლობა იმისთვის, რომ გადაცემაში მიიღეთ მონაწილეობა და ჩაერთვეთ. ძალიან მძიმე იყო ეს გადაცემა ნამდვილად, იმიტომ რომ ადამიანები საკუთარი პირადი ცხოვრების მაგალითზე, საკუთარი პირადი მაგალითებით გვიზიარებდნენ იმას, რომ მათ არ შეუძლიათ, არ გააჩნიათ ის რესურსი, განსაკუთრებით პენსიონერებმა, ძალიან ბევრმა ადამიანმა დაგვირეკა და საკუთარი მაგალითით გითხრა, რომ ისინი თვითონ შიმშილში ატარებენ, იმიტომ რომ
არ ყოფნით ის შემოსავალები და ის პენსია, რომელიც გააჩნიათ, უმძიმესი იყო მართლა ამ ყველაფრის მოსმენა. მე ჯანმრთელობას გისურვებთ ბედნიერ მომავალს და არ ვიცი, სტაბილურ ქვეყანაში ცხოვრებას და ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევქმნათ ასეთი ქვეყანა. მადლობა აქტიურობისთვის, იმისთვის რომ დაგვიკავშირდით და ჩართით გადაცემაში. გადაცემას ლიზა კვესელავა ვუძღვებოდი. ნახვამდის.